ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება ჩავარდა რუსეთი არ აპირებს ამ ეტაპზე არანაირად ომის გაჩერებას, მის მიზნებში ეს არ შედის, ვიდრე როგორც თვითონ ამბობენ ამ ძირეულ პრობლემებს არ მოაგვარებენ უკრაინასთან დაკავშირებით, რაც ეხება ტერიტორიულ საკითხებს და სხვა ეგრეთ წოდებულ დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას, რასაც მუდმივად გაიძახიან, თუმცა იმისთვის რომ არ განერისხებინათ ტრამპი ბოლომდე, ამ მოლაპარაკებებში დარჩნენ, რომელიც იმართება საუდის არაბეთში მათ შორის და ვნახეთ გუშინ მომდევნო შედეგები ამ მხრივ, შედეგები, რომელიც პირველ რიგში აწყობს რუსეთს იმ ეკონომიკური იზოლაციის და სხვა ტიპის საფრთხეების ფონზე, რომელიც აი ამ პროცესს თან ახლავს, ამ საფრთხეებში პირველ რიგში ვგულისხმობ უკრაინის გამუდმებულ დარტყმებს მათ ენერგოობიექტებზე. მოკლედ, ვინც არ იცის, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე ნახა ეს ინფორმაცია, თუმცა მაინც გავიმეოროთ, რა არის შეთანხმების ორი ძირითადი პუნქტი, ეს არის მორატორიუმი შავ ზღვაზე. რუსეთი და უკრაინა თანხმდებიან, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმებიან ზღვაზე და გარდა ამისა უზრუნველყოფენ უსაფრთხო ნაოსნობას სატვირთო გემების, კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას, ეს არის ერთი ნაწილი შეთანხმების და მეორე სწორედ ეხება ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობას, აქაც გაწერილი არის კონკრეტული ჩამონათვალი კატეგორიების თუ რა ტიპის ობიექტებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თან ახლავს აი ამ ორ ძირითად პუნქტს, ეხება ასევე რუსეთის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას, მათთვის გარკვეული ფინანსური შეზღუდვების და გარკვეული სანქციების ნაწილის შემსუბუქებას, რაც ეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის განახლებას, ასევე გარკვეული ფინანსური ინსტიტუტების, ბანკების საერთაშორისო საფინანსო სისტემაში დაბრუნებას და ასე შემდეგ. ესაც ერთ-ერთი პირობა არის, რაზეც თანხმობას ითხოვს რუსეთი, თუ აი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ აი ამ ნაწილობრივ შეთანხმებებს შეასრულებს და 30 დღის განმავლობაში ეს მართლაც ასე მოხდება, თუმცა ამას ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ძალიან ბევრ ადამიანს პირველ რიგში უკრაინაში არ ჯერა პუტინის სიტყვების, რომ ის დაიცავს შეთანხმებას და კვლავ არ გახსნის ცეცხლს ენერგოობიექტების, უკრაინის ენერგოობიექტების და სამოქალაქო ობიექტების მისამართით. ხო, სამოქალაქო ობიექტები ერთ-ერთი არის, რასაც ითხოვს უკრაინა ამ მოლაპარაკებებში გარდა ენერგოობიექტებისა, რადგან მუდმივად რუსეთი ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს და ასე შემდეგ. აი ეს არის მოკლედ ბოლო სიახლეები, თუმცა დღევანდელ ვიდეოში მე არ ვაპირებ, რომ მხოლოდ ნიუსებზე გესაუბროთ, ჩემი მიზანი არის რაღაცნაირად ერთად დავინახოთ საერთო სურათი, რა თამაშს თამაშობს ტრამპი. აქვე მოგესალმებით, დამიგვიანდა ისევ მოსალმება, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა რომ თვალს გადავინებთ და თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და ჩვენი ვიდეოც საინტერესო აღმოჩნდება დღევანდელი ვიდეოც თქვენთვის, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და გაავრცელეთ ჩვენი ვიდეოები. კარგით, ნუ მოკლედ ყველა ერთად ვიმტროვთ თავს, რომ ამოხსნათ ტრამპის პოლიტიკის, არ ვიცი, ტაქტიკები, სტრატეგია, რისი მიღწევა უნდა მას, მის გუნდს და რით აიხსნება ის აბსოლუტურად მოულოდნელი ნაბიჯები, განცხადებები, რომელსაც მისგან ვხედავთ და ვისმენთ. დაწყებული პუტინის ქებიდან, დამთავრებული ზელენსკისთვის დიქტატორის სახილით, რაც იყო სხვადასხვა ეპიზოდებში, უკრაინაზე წნეხი, რუსეთთან რბილი დამოკიდებულება და ისეთ გადაწყვეტილებებზე წასვლა, რომელიც პირველ რიგში ხელს უწყობს რუსეთს ამ შემთხვევაში, მათ შორის ნახსენებია იქ ფინანსური სანქციების შემსუბუქება და ასე შემდეგ, ხო, რაზეც ნუ ნაწილობრივ შევეხეთ. ჩემთვის პირდაპირ რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც მოვისმინე ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან. ეს ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი და არ ვიცი, ყურებს არ უჯერებდი, ცოტა შოკში ვიყავი, როდესაც აი ეს ყველაფერი მოვისმინე, რის გაზიარებასაც მე დღეს თქვენთვის ვაპირებ და ეს ინტერვიუ ძალიან ბევრ რამეზე შეგიქმნით წარმოდგენას და მე მგონია, რომ
თუ არ მოგისმენიათ და დღეს რომ გაეცნობით, ძალიან მაგრად დაგეხმარებათ ორიენტაციაში შემდგომ უკვე აი ტრამპის შემდგომი ნაბიჯების გააზრებისას, იგივე უკრაინაში განვითარებული პროცესების გააზრებისას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესის თვალისდევნებისას, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს კაცი წინაპირობა რა იყო, ხო? ნახეთ ჩვენ, რომ სტივ ვიტკოფი ჩავიდა მოსკოვში, მას შეხვედრა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან. ალუდინეს პუტინთან შეხვედრამდე ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ლუკაშენკოს მასპინძლობდა და 2-3 საათი ეს კაცი ალუდინეს, შემდეგ როგორღაც მიიღო, შემდეგ ეს შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ არავის განცხადებები არ გაუკეთებია და არც დახვედრის ცერემონია გვინახავს, არც გამოცდილების ერთი სიტყვით და დაბრუნდა მოკლედ ვაშინგტონში და ძალიან საინტერესო რაღაცებს ყვება. სამწუხარო რაღაცებს ყვება პრინციპში, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც აი პირველ ეპიზოდს მოგასმენინებთ ახლა, სადაც ის ამბობს, რომ აქ მთავარი პრობლემა რაც აქვს რუსეთს და უკრაინას, თურმე ყოფილა ტერიტორიული საკითხი და ეს რეგიონები, სადაც ვიტკოფის სიტყვებით რო ვთქვათ, უკრაინელები კი არა, რუსები ცხოვრობენ, რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობს, იქ ადამიანებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და გადაწყვიტეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში სურთ ცხოვრება და თუ ეს საკითხი მოგვარდება, რაღა არის სალაპარაკო. აი ასე მარტივად გადაწყვიტა ეს საკითხი ვიტკოფმა და აქვე დასცინა, რომ აბსოლუტური არარეალური ამბავია უკრაინის ნატოში გაწევრიანება. მოდით მოვისმინოთ ეს ნაწილი და განვაგრძოთ. First of all, I think the largest issue in that პირველ conflict რიგში ყველაზე დიდი საკითხი ამ კონფლიქტში ეხება 4 რეგიონს: დონბასს, ყირიმს, ლუგანსკს და არის კიდევ 2 დასახელება. აქ რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობს, სადაც ჩატარდა რეფერენდუმები და მოსახლეობის უმრავლესობამ დაადასტურა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს არის საკვანძო საკითხი. თუ ეს მოგვარდება, შემდეგ ძალიან პოზიტიური საუბრები იქნება. ეს არის საკითხი, ეს არის სპილო ოთახში. აქ არის კონსტიტუციური საკითხი უკრაინისთვის, რაზე დათანხმდებიან ტერიტორიების დათმობის ნაწილში. ასევე აღიარებს თუ არა მათ მსოფლიო რუსეთის ტერიტორიებად და გადარჩება თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად თუ ამ პირობას მიიღებს. ეს არის ცენტრალური საკითხები. რაც შეეხება ნატოს, ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ვფიქრობ, საფუძვლიანად განიხილეს, რომ ისინი არ გახდებიან ნატოს წევრები. უკრაინას შესაძლოა ჰქონდეს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები შტატებისგან და ევროპული სახელმწიფოებისგან ნატოს წევრობის გარეშე და ეს შესაძლოა იყოს განხილვის საგანი. Ukraine cannot be a member of NATO. ნუ აი ეს ნაწილი ხომ მოვისმინეთ. მთავარი შოკი არის წინ, ახლა აი სულ ცოტა ხანში მოგასმენინებთ, სადაც სტივ ვიტკოფი ყვება პირად გამოცდილებაზე. ნუ აი ტაკერ კარლსონი ეკითხება, რომ აი შენ რას ფიქრობ, როგორი იყო მასთან აი ესეთი კომუნიკაცია, ნუ მნიშვნელობის გარდა აი პირადი შთაბეჭდილებები და ნუ ეს ამბობს, რომ აი გადაირია, ისეთი კარგი კაცი არის პუტინი და მეტიც, ანუ აი აქ წარმოუდგენელ ისტორიებს მოისმენთ იმასთან დაკავშირებით, თურმე როგორ უყვარს მას დონალდ ტრამპი, მისი ძვირფასი მეგობარი, როგორ ლოცულობდა მისთვის, როდესაც მას საფრთხე შეექმნა და ასევე მოისმენთ რა საჩუქარი უძღვნა ტრამპს პუტინმა, აი სწორედ სტივ ვიტკოფის ხელით როგორ გამოუგზავნა მას ეს საჩუქარი. მოემზადეთ საინტერესო ფრაგმენტი გელოდებათ წინ. What did you think of him? რას ფიქრობ მასზე? I liked him. მე ის მომეწონა. მე ვფიქრობ, ჩემს მიმართ გახსნილი და პირდაპირი იყო. პირველ რიგში ძალიან დასაფასებელი ნაბიჯია, რომ მან მე მიმიღო, შემხვდა. მე პრეზიდენტის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც თავისი პირველი ვადის დროს პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან იცოდა, რომ ამ სიტუაციაში პრეზიდენტი ვერ ჩავიდოდა რუსეთში და ამ დროს მისგან ჩემი მიღება დიდი პატივი იყო. როგორ უნდა შევაჩეროთ კონფლიქტი ვინმესთან, ვისაც აქვს ბირთვული იარაღი, თუ ჩვენ არ ავაშენებთ ნდობას და კარგ ურთიერთობას. მე პუტინმა მითხრა, სტივ, იცი რომ მე პრეზიდენტ ბაიდენს არ შევხვედრილ ვარ 3 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს სიგიჟეა. წარმოიდგინე, მე და შენ გვაქვს კონფლიქტი. შენ ერთ სახლში ცხოვრობ, მე მეორეში და რაღაც გამიფუჭე. ამაზე არ ვსაუბრობთ.
ამაზე არ უნდა ვისაუბროთ? ამ მოლაპარაკებებამდე არ იყო საუბარი შავი ზღვის მორატორიუმზე, არ იყო საუბარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მორატორიუმზე. ჩვენ არ ვისაუბრებდით ტყვეების გაცვლაზე და სხვა დანარჩენ საკითხებზე. ეს ყველაფერი ჩემს გამო არ ხდება. პრეზიდენტმა ტრამპმა გაუგზავნა სიგნალი, რომ ორმა ლიდერმა ეს კონფლიქტი უნდა მოაგვაროს. ეს მესიჯი გადავეცი, რომ იქ პროდუქტიული დისკუსიისთვის ჩავედი და პრეზიდენტმა პუტინმაც შესაბამისი გზავნილი გააჟღერა მის განცხადებებში. პრეზიდენტმა პუტინმა შეუკვეთა პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ლამაზი პორტრეტი, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილობრივ მხატვარს და მე ის გადმომცა ტრამპისთვის. მე ეს საჩუქარი გადავეცი და ეს აღსანიშნავი მომენტია. მან მე ასევე მომიყვა შემდეგი ისტორია. როდესაც პრეზიდენტს ესროლეს, ის წავიდა ადგილობრივ ეკლესიაში. შეხვდა თავის მოძღვარს და ილოცა პრეზიდენტისთვის. არა იმიტომ, რომ ის მალე პრეზიდენტი გახდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მასთან მეგობრობა აკავშირებს და თავისი მეგობრისთვის ილოცა. წარმოგიდგენია, რომ ზიხარ და ამ თემაზე საუბრობ. შემდეგ მივედი ჩვენს პრეზიდენტთან, ნახატი გადავეცი და ამან მასზე ცხადად იმოქმედა. ეს არის ისეთი კავშირი, რომლის აღდგენასაც ჩვენ ვცდილობთ, რასაც მარტივად რომ ვთქვათ, კომუნიკაცია ქვია. რომელზეც ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მე არ უნდა მქონოდა, იმიტომ რომ პუტინი ცუდი ტიპია. მე არ განვიხილავ, რომ პუტინი ცუდი ტიპია. ეს არის რთული სიტუაცია, ომი და მთელი რიგი საკითხები. იცით რა, აქ საქმე ერთ ადამიანზე არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ესე იგი, პუტინი ხო კაი კაცია, ხო აქო? ნუ იქ მთელი ეს ფლირტი ხო ნახეთ, როგორი იყო თურმე პუტინთან შეხვედრა. გარდა ამისა, უკრაინის რეგიონები ხო ჩააბარა აი ამ განცხადებებით, ანუ დათანხმდა იმას, რომ რუსეთის საკუთრებაა და იქ რეფერენდუმებია ჩატარებული და დახურული საკითხია პრინციპში და ეს თუ მოგვარდა ყველაფერი რიგზე იქნება, ხო? და არც არანაირი ნატოს პერსპექტივები არ არსებობსო, ანუ აბსოლუტურად გაიმეორა რუსეთის პოლიტიკის გზავნილები. და აი ამის შემდეგ კიდე რამ შეიძლება რომ გაგვაკვიროს. აი ამის შემდეგ უკვე საკითხი ეხება დიალოგში რუსეთიდან შემდგომში მომდინარე საფრთხეებს. აი დაუშვათ კარგი ხო, როგორც ვიტკოფი ამბობს, ესე დასრულდა ყველაფერი, გაიყინა ეს კონფლიქტი, სადაც არის იქ, იქით დარჩა ეს რეგიონები რუსეთის შემადგენლობაში და შემდეგ ნუ ხო ჩნდება ეს საკითხი რომ რა მოხდება, ისინი აღიდგენენ ძალებს, რაც მუდმივად საუბრობს უკრაინული მხარე რომ და არა მხოლოდ უკრაინული მხარე ევროპელები და ასე შემდეგ რომ რუსეთი აღიდგენს ძალებს და წავა ხელახლა უკრაინის სრულად განადგურებაზე ეს ერთი და მეორე საფრთხე შეექმნება ევროპას. აი ამ კითხვას უსვამს ჟურნალისტი სტივ ვიტკოფს და სასწაულ პასუხს მოვისმენთ ახლა კიდევ ერთხელ ჩავრთოთ აი ეს ეპიზოდი. ფიქრობ რომ რუსებს სურთ ევროპაში შეჭრა? 100%-ით არა. I feel like, why would they want that? I wouldn't want those countries. Like, why would they? First of all, why would they want to absorb you? რატომ უნდა უნდოდეთ უკრაინის დაპყრობა? მათ არ ჭირდებათ უკრაინის დაპყრობა. ეს ღაზას ოკუპაციასავით იქნება. რატომ არ უნდა ისრაელს ღაზას ოკუპაცია? არა, მათ იქ სტაბილურობა უნდათ. ამავდროულად რუსებს აქვთ უკვე რაც უნდათ. მათ დაიკავეს ეს 5 რეგიონი. მათ აქვთ ყირიმი. ასე რომ რაში ჭირდებათ მეტი? პუტინი ჭკვიანი კაცია. იცი ვიღაცამ მითხრა ადმინისტრაციიდან შეხვედრამდე, რომ ყურადღებით ვყოფილიყავი, რადგან პუტინი კგბ-ს ყოფილი აგენტი იყო. მე ვუთხარი, კარგი, მდარისი თქმა გინდა. ის შეეცდება შენით მანიპულირებას. ეს ალბათ CIA-ის ყოფილმა აგენტმა გითხრათ. ბოდიში ვხუმრობ. Not an ex-CIA guy, Well, they all are. but effectively. არა, არ იყო ყოფილი აგენტი და მე ვუთხარი, რომ ძველ დროში კგბ-ში მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ხვდებოდნენ. ასე რომ ის სუპერ ჭკვიანი ადამიანია. ვის არ სურს მსოფლიო, სადაც რუსეთი და ამერიკა ერთობლივად აკეთებენ კარგ საქმეებს. დავფიქრდეთ ენერგოპოლიტიკის ინტეგრაციაზე, საზღვაო მარშრუტების გაზიარებაზე. იქნებ თხევადი გაზი გადავიტანოთ ერთად ევროპაში. იქნებ ხელოვნური ინტელექტის დახვეწისთვის ვითანამშრომლოთ. ვის არ უნდა ასეთი მსოფლიოს ნახვა? რა სიტყვით? თუ პრეზიდენტები ერთმანეთს დაელაპარაკებიან ირანის საკითხზე, სადაც რუსეთს გარკვეული გავლენა აქვს. ჩემთვის ეს ძალიან ლოგიკურია. World like that. To me, it's so logical. აი აქ უკვე ხედავთ, რომ გარკვეულწილად გაიხსნა ერთი დიდი კვანძი და მათ პირდაპირ თქვეს თუ რა მიზნები აქვს აი ამ ყველაფერს, აი ამ საუბარს. ერთი შეხედვით
წარმოუდგენლად ჟღერს, ხო? ნუ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საუბრობს რაღაცა მგელი და ცხვარი როგორ ძოვენ ერთად ბალახს დაახლოებით ასეთ ისტორიას ყვება, რომ აი რა ბედნიერი იქნება მსოფლიო რუსეთის და ამერიკის თანამშრომლობით და აი აქ უკვე შემოვიდა შემდეგ უკვე ირანის თემა, შემდეგ უკვე სავაჭრო ურთიერთობების თემა და აქ არ არის ნახსენები ჩინეთი. აი ამ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ უკვე დავიწყე შეფასებების მოძიება, ანუ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებული განხილვების მოსმენა და წავაწყდი ერთ ძალიან კარგ ინტერვიუს. ეს არის გორდონ სონდლენდი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ოღონდ პირველი ვადის დროს, როდესაც იყო პრეზიდენტი, მისი ელჩი ევროკავშირში. და ეს კაცი, როდესაც კითხვებს უსვამენ სტივ ვიტკოფის ინტერვიუს შესახებ და მის გზავნილებზე, გაცილებით ბევრს ამბობს შტატების დღევანდელ პოლიტიკაზე, ტრამპის დღევანდელ პოლიტიკაზე და ახსენებს ძალიან პირდაპირ ფრაზებს უკრაინის მომავალთან დაკავშირებით. აქ ის ახსენებს ტერმინს მაგალითად, ფრაზას მაგალითად, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში არის პაიკი და მთავარი ფოკუსი, რაზეც სოფლიო უნდა იფიქროს, მთავარი რაზეც ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როდესაც აი ამ კონფლიქტის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, არა უკრაინა, მისი რეგიონები და მისი ევროატლანტიკური მომავალი, არამედ ამერიკის ინტერესებია ჩინეთთან მიმართებაში. ისინი ასე უყურებენ ამ საკითხს და მათი მთავარი ამოცანა არის რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობების რაღაცნაირად გახლეჩა, ამ ორი ქვეყნის დისტანცირება და აი ამ ფორმით, აი ამ გზით ამერიკისთვის არსებული ეროვნული საფრთხეების შეკავება და შემცირება. გარდა ჩინეთისა, აქვე არის საუბარი ირანზე, სადაც იცით რომ ბოლო პერიოდში რაღაცა ახალი იხარშება და ცხელდება თანდათან სიტუაცია, ისმის ურთიერთმუქარები, შეერთებული შტატები უკვე მიმართავს სამხედრო მანევრებს იმისთვის, რომ არ ვიცი რას ამზადებს ირანში, ეს ახლო მომავალში უნდა გამოჩნდეს და აქვე ნახსენები არის ახლო აღმოსავლეთი ღაზა. მოკლედ აი ამ ინტერვიუს ჩანაწერს მინდა რომ ახლა მოусმინოთ. Conversations have now escalated. მოლაპარაკებებში ახლა გაცილებით მაღალ ფსონებზეა საუბარი. ეს ამერიკა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებს ეხება და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩინეთზე, ირანზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ახლა, სადაც ჩვენ ვართ და სამწუხაროდ უკრაინა არის პაიკი, იმიტომ რომ შეჭრა უკვე განხორციელებულია. ანუ თქვენ მეუბნებით, რომ დიდი და მთავარი თამაში, რაზეც უნდა ვფოკუსირდეთ, არის რუსეთის ჩინეთისგან განცალკევება და ეს არის ახლა ტრამპის თავში. და ახსენებთ, რომ უკრაინა პაიკია. ჭადრაკის ლოგიკით პაიკი უნდა გაიწიროს? არა, მე არ მithქვამს, რომ უნდა გაიწიროს. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს და ვიტკოფიც ამას ამბობდა. სამწუხაროდ, არარეალურია, რომ ჩვენ ვისაუბროთ რუსეთთან გრანდიოზულ შეთანხმებებზე და ამავდროულად რუსეთმა დათმოს ხუთივე დაკავებული რეგიონი. დაფიქრდით, როდესაც აკეთებს საჯარო განცხადებას, რომ რუსეთს არ აქვს უკრაინის სრულად დაპყრობის ინტერესი, ან ევროპაში შეჭრის ინტერესი, რასაც ვიტკოფი ამბობს. შენ ამავდროულად უყურებ პუტინს და ეუბნები, შენ არ გაქვს ინტერესი, რომ დაიპყრო უკრაინა, ან შეიჭრა ევროპაში. ხომ ასეა, ვლადიმერ? თუ პუტინის პასუხია არა, ეს არასწორია და მე სწორედაც რომ ამას ვაპირებ, მაშინ ეს მთლიანად ცვლის მოლაპარაკებებს. რაც მოხდება არის ის, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ამერიკასა და რუსეთს შორის ირანის ბირთვულ საკითხზე, ღაზას შესახებ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩინეთის შესახებ. თუ რუსეთს სურს რომ მოიხსნას სანქციები, შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რაც უკრაინაში დაიკავა, იმ გარანტიით, რომ აღარ იქნება საუბრები სხვა ტერიტორიებზე, ამასთან იქნება მნიშვნელოვანი შეღავათები ტრამპისთვის და ორი მხარე ექსკლუზიურად შეთანხმდება, რომ არც ერთი მხარე აღარ ითამაშებს ჩინეთთან. ეს იქნება დიდი კითხვის ნიშანი პუტინისთვისაც, რადგან მას მოუწევს კავშირების გაწყვეტა ბევრი მიმართულებით. ასე რომ ეს იქნება განხილვის მთავარი თემები, ჩემი აზრით მომდევნო 6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში.
აი ეს არის გრანდიოზული შეთანხმება, რაზეც ვსაუბრობ. გრანდიოზული შეთანხმება. და ახლა დაუბრუნდეთ ისევ იმ კითხვას, რატომ აქებს ტრამპი და მისი წარმომადგენელი თუ მისი გუნდის სხვა წევრები პუტინს, რატომ ერჩიან ზელენსკის, რატომ დგამენ ამერიკელები ისეთ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში ახლა რუსეთს აძლევს ხელს და ნუ ალბათ აი ამ ინტერვიუების ფრაგმენტების მოსმენის შემდეგ უფრო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე სააშკარაოზე გამოვიდა, რაც მანამდე რაღაც ვერსიების დონეზე და შეთქმულების თეორიების დონეზე განიხილებოდა. ეს ხალხი პირდაპირ და ცხადად ამბობს, რომ მათ არ აღელვებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მათთვის მისაღები არის ეს მოცემულობა, რაც არის. ნუ წარმოუდგენიათ სურათი ასე, რომ თუ ომი ასე დასრულდება ფრონტის იმ ხაზით, რაც არსებობს და იქ რაღაც პატარა კორექტივები შევა და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რეალობა დარჩება, რაც არის. ამ შემთხვევაში საფრთხე აღარ ექნება იმ ნაწილს, რაც დარჩება უკრაინისგან, არც საფრთხე არ ექნება ევროპას, ევროკავშირს. იქ გაფორმდება უკრაინის დარჩენილ ნაწილთან შეთანხმებები მინერალებთან დაკავშირებით, მაგალითად, ექნებათ ერთობლივი ბიზნესები, რაზეც უკვე ამბობენ, რომ თითქმის ბოლოში არის ამ შეთანხმების მომზადება და მალე უნდა მოეწეროს ხელი. ნუ მორჩება დამთავრდება ეს ომი, გამოაცხადებენ თავს გამარჯვებულად, რომ აი სწორედ ტრამპის ლიდერობით აი ამ შედეგს მიაღწია მსოფლიომ და შეწყდა ადამიანების ხოცვა და ძალიან ბედნიერად ივაჭრებენ შემდეგ უკვე რუსეთთან ითანამშრომლებენ სხვადასხვა საკითხებში და რაც მთავარია, აი ამ თანამშრომლობის ხარჯზე ისინი შეამცირებენ კავშირებს, რუსეთის კავშირებს ირანთან, ჩინეთთან და მის სხვა შაობნელ მეგობრებთან. არ ვიცი, ნუ ცოტა დაუჯერებელი და შოკის მომგვრელი განცხადებებია, რასაც ვისმენთ, სადაც აბსოლუტურად უგულვებელყოფილი არის უკრაინის ინტერესები, რა რეფერენდუმებზე და რა ძირეულ საკითხებზე ვლაპარაკობთ, როცა ავტომატის ქვეშ მიაღებინეს იქ ხალხს რეფერენდუმებში, ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმებში მონაწილეობა, ამდენი აგრესია, ამდენი მსხვერპლი, ამდენი ნგრევა და ამ შემთხვევაში რა გამოდის ამ სცენარით, რომ რუსეთი არაფერზე პასუხს არ აგებს, ყველაფერი შერჩება, რაც დაიკავა და ნუ ხო კაი, მადლობას ეტყვიან იმისთვის, რომ წინ აღარ წაიწევს და ვინმეს არ გაანადგურებს, რაც ასევე დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რას იზავს აი ამ შემთხვევაში, აი ამ სცენარით, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მართლა ეს სცენარი განხორციელდეს, რა ნაბიჯებს გადადგამს ამის შემდეგ რუსეთი და როგორ გამოიყენებს შემდგომ გაძლიერებას და ასე და ასე შემდეგ. არ ვიცი, აი ჩემი აზრით ერთი რომ კარგი ლოგიკა გავიგე, რასაც ეს ხალხი ლაპარაკობს, მათთვის სხვა ამოცანები არსებობს, გუშინ აწყობდა რომ რუსეთი მტერი იყო, დღეს აღარ აწყობს რუსეთი მტრად და ჭირდება ის როგორც მეგობარი, ვითომ მეგობარი, რომლითაც სხვა საფრთხეებს შეამცირებს, მაგრამ სხვა დანარჩენ ფაქტებს რას უშვებით, არ ვიცი, ან სხვა დანარჩენ საფრთხეებს, ან თუნდაც წარსულ გამოცდილებას, ვის რა გარანტია აქვს, რომ ჯერ ერთი რუსეთი მართლაც რაღაცა იტყვის უარს იტყვის იქ რაღაც ჩინეთთან კავშირებზე, ირანთან კავშირებზე და ასე შემდეგ, ცოტა აბსურდის თეატრი არის ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე ძალიან იმედგაცრუებული და არ ვიცი, შოკირებული ვარ აი ამ ყველაფრით, თუმცა როგორც იქ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობდა, ეს არის რაც არის და ეს არის სადაც ვართ. ყოველ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკა გამოირკვა, რომ ასეთი არის. ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებებით, რასაც ახლა ვისმენთ, იმ ვერსიებით, რასაც ახლა გვთავაზობენ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, სადღაც შესაძლოა დაუშვათ, რომ ეს ყველაფერიც რაღაცა გამოტანილი სცენარია იმისთვის, რომ რაღაცა სხვა მიზნებს მიაღწიონ. არ ვიცი, აი ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ცოტა რთული არის უკვე დასკვნების გამოტანა, ეს რეალური სცენარია თუ რაღაცა ისევ რაიმე ბლეფთან და რაიმე სახის ტაქტიკასთან გვაქვს საქმე, თუმცა საგულისხმო არის, რომ აი ამ განცხადებებს, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ აი ამ ინტერვიუს რეალურადაც მოყვა ნაბიჯები და ის თუნდაც ის შეთანხმება, რომელიც გუშინ დაიდო ამ
ენერგოობიექტების თავდაუსხმელობასთან და შავი ზღვის მორატორიუმთან დაკავშირებით. არ ვიცი, მოკლედ ასეა, რაღაცეები უფრო მეტად ჩემი აზრით გამოიკვეთა, იმედია სასარგებლო იყო თუ არ გქონდათ ეს ინტერვიუები მოსმენილი თქვენთვისაც, რომ გარკვეული დასკვნები გამოიტანოთ და ბოლოს რჩება ხოლმე ყველაზე დიდი კითხვა ჩვენთვის მთელ აი ამ პროცესში, სად არის საქართველო, სად ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ, რას უნდა ვაკეთებდეთ. ამაზე დღეს დღევანდელ ვიდეოში აღარ შევალ დეტალებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ ცალკე ვიდეოს იმსახურებს, ცალკე ეპიზოდს იმსახურებს ეს თემა და ალბათ უნდა ვისაუბროთ შემდგომში უკვე იმაზე, აი ამ მოცემულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, აი ამ ძირეულ ცვლილებებში და რყევებში სად ვართ, რას ვაკეთებთ და რა უნდა გააკეთოს, რას უნდა აკეთებდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა, რას აკეთებენ ჩვენი მეზობლები, რას აკეთებს ევროპა და რა იქნება დამოკიდებული სწორედ ევროკავშირის სამომავლო ნაბიჯებზე და მათ ქმედებებზე ჩვენი უსაფრთხოების თუ ზოგადად რეგიონის და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა რომ თვალს გვადევნებთ კიდევ ერთხელ მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებების გამოხატვა. თუ მოგეწონათ ვიდეო და თუ თქვენთვის საინტერესო, არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებების გამოხატვა. თუ მოგეწონათ ვიდეო და თუ თქვენთვის საინტერესო იყო, დატოვეთ შეფასება, დაგვილაიქეთ, გააზიარეთ და სხვებსაც ურჩიეთ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, ამით დაგემშვიდობებით და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე.